როგორია საქართველოს ეკონომიკური იმიჯი ევროკავშირის ქვეყნებში. რა მიმართულებებით ინტერესდებიან ევროკავშირის ქვეყნები საქართველოში და რაც მთავარია, როგორ შეიძლება აისახოს ვიზა ლიბერალიზაციის პოტენციური შეჩერება ჩვენი ქვეყნის საქმიან იმიჯზე. ამ და არა მხოლოდ ამ თემებზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში გვიერთდება გვანცა გრიგალაშვილი, პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი. გვანცა ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასევე. გვანცა საუბარი დავიწყოთ სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ეთერამდე ცოტა ხნით ადრე წამოგვეწია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც ინვესტორებთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანეს და უკვე ასე ვთქვათ თეორიული შეთანხმებებიდან პრაქტიკულზე არიან გადასულები ისინი. ძალიან საინტერესო არის რამდენად ხედავს თავად სექტორი აღნიშნულ აქტიურ ქმედებებს საინვესტიციო კუთხით. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე ვისაუბრებ პოლონეთის მაგალითზე, გამომდინარე იქიდან რომ წარმოადგენ პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისს. ეს არის პოლონეთის ეკონომიკის და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყება. და ასე ვთქვათ, ჩვენი პოლონეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ინვესტიციების ნაწილი არის ჩვენი უწყების პრეროგატივა. რაც შეეხება პოლონეთიდან მომავალ ინვესტიციებს და ჩადებულ ინვესტიციებს საქართველოში, დღემდე სხვადასხვა ესე ვთქვათ დინამიკით შეინიშნება, განსხვავებული დინამიკა არის თუ გამოვყვებით 2021 წლის პანდემიას თუ არ ჩავხდით პანდემიის შემდგომი პერიოდიდან არის ყოველწლიური ესე ვთქვათ ზრდის ტენდენცია, თუმცა 2023 წელს დაეცა ესე ვთქვათ ნიშნული, 2024 წელს კვლავ არის მზარდი ტენდენცია, თუმცა 2025 წლის მეორე კვარტალს თუ შევადარებთ 2024 წლის გასულ წლის მეორე კვარტალს 9%-ით იქალა პოლონურმა ინვესტიციებმა. ვფიქრობ, ჩემი კუთხით შემიძლია ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიზეზი რამაც შეიძლება გამოხლყოთ, რომ იქალა ინვესტიციებმა არის ის, რომ ძირითადი პოლონური ინვესტიციები მაინც მოდიოდა კერძო უძრავ ქონებაზე, კერძო ინვესტიციებზე უძრავ ქონებაში და სამშობლო მიმართულებაში და ესე ვთქვათ ზღვისპირეთში კონკრეტულად პოლონური კერძო ინვესტიციების შეინიშნება ძალიან მკაფიოდ, თუ ესე ვთქვათ დავაჯგუფებთ პოლონური ინვესტიციების პროექტებს საქართველოში და ეს გამოიწვია სამწუხაროდ ერთ-ერთმა ესე ვთქვათ სკანდალურმა განცხადებამ, რაც მოხდა პოლონურ მედიაში, ეს უკავშირდებოდა ქართული დეველოპერული კომპანიის სადა კერძო ინვესტორებს, რამდენიმე ინვესტორის შორის გაფორმებულ შეთანხმებებს, ესე ვთქვათ, კერძო უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით და ესე ვთქვათ, მოხდა გადავადება შენებლობის პროცესების, დროული არჩაბარება პროექტის და შესაბამისად ამან გამოიწვია გარკვეული შიშები ინვესტორების მხრიდან და შესაბამისად ეს გავრცელდა მედიაში სამწუხაროდ. შემდგომში პოლონეთის საელჩომ უბრალოდ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ეს მისი ვალდებულება იყო, სხვა გზა არ ჰქონდა პოლონეთის საელჩომ, რომ გაფრთხილდნენ საქართველოში ინვესტიციების ნაწილში. თუმცა საჩოს არ ქონია ის რომ არ ჩადოთ ინვესტიციები. უბრალოდ მან მოუწოდა თავის მოქალაქეებს, მისი ვალდებულება იყო, რომ უბრალოდ სწორად გაანალიზონ ბაზარი, ესე ვთქვათ, შეისწავლონ მანამდე, ესე ვთქვათ, თუ არსებული სექტორში არსებული მსხვილი თუ წარმატებული დეველოპერული კომპანიები დაიქირავონ ასევე ესე ვთქვათ, კვლევითი ორგანიზაციებთან, ესე ვთქვათ, გააფორმონ ხელშეკრულებები, რომ სწორად მოხდეს ბაზრის შესწავლა და მას შემდეგ გააფორმოს რაიმე სავაჭრო გარიგება არსებულ ამა თუ იმ დეველოპერთან. მხოლოდ ესეთი მოწოდების სახე ჰქონდა, თუმცა რა თქმა უნდა, მედია საშუალებებით მოხდა დაფარვაც პოლონეთში ამის საკმაოდ ამბის და ვფიქრობ, რომ დიდი წილი პოლონელი ინვესტორებისა, ესე ვთქვათ, ამ ფაქტმა შეაჩერა. თუმცა დავამატებდი ასევე, რომ ჩვენ გვაქვს ასევე ურთიერთობა საბროკერო კომპანიებთან, პოლონელებთანაც, ქართულ კომპანიებთან, გვყავს ესე ვთქვათ, თანამშრომლობთ ასევე ქართულ უძრავი ქონების ასოციაციებთან, რომლებიც აერთიანებენ მრავალ და წარმატებულ დეველოპერულ კომპანიებს და ვფიქრობ, რომ ეს თქო ჩვენ შევძელით და ვცდილობთ, რომ საქართველოს ესე ვთქვათ, ეს ცოტა ვიტყოდი, რომ დაზიანებული იმიჯი ამ უძრავი ქონების ინვესტირების ნაწილში შესაბამისად შეძლების დაგვარად აღვედგინა და აღდგენის პროცესში ვართ, რომ მიმართონ უბრალოდ სწორ დეველოპერებს, სწორ საბროკერო კომპანიებს, რომლებიც დაეხმარებიან არის სწორ ანალიზში, თუ როგორ და ესე ვთქვათ, როგორ გააფორმონ, მათ შორის ხელშეკრულებაში რა მუხლები შეიძლება შევიდეს ქართული კომპანიების მხრიდანაც იგივე, რომ არ მოხდეს შემდგომში დავები ამ ნაწილში და ის თუ რა სამშენებლო ვადები აქვს, ესე ვთქვათ, დეველოპერს, ის კარგად უნდა გაიგოს თვითონ კერძო ინვესტორმაც, იმიტომ რომ შემდგომში ეს ბუნებრივია წარმოშობს შიშებს. როცა კი უკვე ესე ვთქვათ, ხელშეკრულების დაგეგმვის ეტაპზე პროექტირების ნაწილში ეს სწორად არის განსაზღვრული, მეცნიერად პოლონელ ინვესტორს პრობლემა არ ექნება. თუმცა აი ეს როდესაც იყო შეცდომაში შეყვანა, ასე ვთქვათ, ეს გამოვიდა საბოლოოდ, ამან გარკვეული შიშები წარმოშვა. გვანცა, კი ბატონო,
რადგან დეველოპერულ სექტორზე ვსაუბრობთ, პრინციპში თუ ჩვენ შევხედავთ ქართულ კომერციულ ინსტიტუტებს, სხვადასხვა რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, მათაც გარკვეულწილად დეველოპერული სექტორის დაკრედიტება მეტ-ნაკლებად შეანელეს. რამდენად შეიძლება იყოს ეს კავშირში ზემოთხსენებულ, ასე ვთქვათ, პოლონელი ინვესტორების ინტერესის კლებასთან, რამდენადაც მათაც აქვთ ამ ინფორმაციაზე წვდომა და რამდენად შეიძლება იყოს ეს გარკვეულწილად ამისი ნაწილობრივი გამოძახილიც. მადლობა შეკითხვისთვის. ვფიქრობ, რომ ეს პოლონელი ინვესტორებს არ ამგონია რომ აფერხებდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად პოლონელი ინვესტორს თუ სრული აქვს პოლონეთის მთავრობა, მაგალითად ჩვენი ვთქვათ პარტნიორი უწყება არის პოლონეთის განვითარების ბანკი, ესე ქვია BGK, რომელსაც აქვს თავისი ასევე დაკრედიტების სპეციალური მექანიზმები, თუ ესახება პოლონურ ინვესტიციებს და პოლონურ სავაჭრო გარიგებებს საზღვრებს გარეთ. და მათ შორის ხდება ამ სავაჭრო გარიგებების თუ ინვესტიციების დაზღვევა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ტრანზაქციების თვალსაზრისით. ამიტომ თუ პოლონელი ინვესტორს ასე ვთქვათ, პირობითად სურს საქართველოში ინვესტირება კერძო უძრავქონებაში თუ ნებისმიერ სხვა პროექტის მიმართულებით განხორციელების ნაწილში, ნამდვილად არ მგონია რომ შეფერხება იყოს, იმიტომ რომ თვითონ მთავრობა თუ ასე ვთქვათ, პოლონელი ინვესტორი ნამდვილად და დაჟინებით გამოთქვავს ინტერესს, პოლონეთის მთავრობა ამაში ასე ვთქვათ, ხარში უდგას ზუსტად აი ასეთი მექანიზმებით, ფინანსური მექანიზმებით. ძალიან საინტერესოა, აუცილებლად მინდა შევეხოს სექტორულ ჭრილშიც, გასაგებია დეველოპერული სექტორი. ძალიან საინტერესო არის ამ გარდა დეველოპერული მიმართულებისა, რომელი მიმართულებებით იჩენენ პოლონელი ინვესტორები, თუნდაც ბოლო წლების არა მიმდინარე წლის, არამედ ბოლო წლების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, რომელი დარგების მიმართ გამოირჩევიან ასევე საინვესტიციო ინტერესით. მადლობა შეკითხვისთვის. მეორე, ასე ვთქვათ, საინტერესო მიმართულებას პოლონელი ინვესტორის თვალთახედვიდან გამოვარჩევდი სოფლის მეურნეობას, სოფლის მეურნეობის სექტორს, სადაც ასე ვთქვათ, ზაობა არის და რამდენიმე პოლონური ინვესტიციაც განხორციელდა მათ შორის სანერგე მეურნეობები მოცვის მიმართულებით პოლონურმა ინვესტორმა, ასე ვთქვათ, დაიწყო პროექტი და ვთქვათ, პოლონეთთან შემოიტანა, მოგესალმებით, პოლონეთი არის ერთ-ერთი ასევე წამყვანი მსოფლიო გლობალური ლიდერი მოცვის წარმოებაში. ამიტომ ესე ვთქვათ, ეს გადაწყვეტეს, რომ ეს ტექნოლოგია იქნება მოცვის მოყვანის თუ ზოგადად მოცვის კულტურის საქართველოში უფრო მეტად განვითარება, ერთ-ერთი სერიოზული და ესე ვთქვათ, საინტერესო საკითხი პოლონელი ინვესტორისთვის იყო ეს და რამდენიმე ინვესტიცია ამ კუთხით განხორციელდა. არა მარტო მოცვის, ზოგადი სანერგე მეურნეობები, დეკორატიული მცენარეების კუთხით 2-3 კომპანია არსებობს, ხილი, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფიქრობ წარმატებით მოღვაწეობენ. გარდა ამისა კიდევ გამოვარჩევდი ზოგადად ასე ვთქვათ სამშენებლო მიმართულებას კიდე გამოვყოფთი, რაღაც კუთხით შეიძლება ვაკავშიროთ კერძო სექტორს, მაგრამ წმინდად სამშენებლო მიმართულებას რო შევეხოთ, არის განახლებადი ასე ვთქვათ ენერგოეფექტურობის მიმართულებით და საკმეთიც არსებობს საქართველოში პოლონურ-ქართული საერთო საწარმო, რომელიც თბოიზოლაციის ბლოკებს და სხვადასხვა მასალებს აწარმოებენ, რომელიც შემდგომში ხა ჩვენთან უკვე შემოვიდეს ენერგოეფექტურობის ძირითადი მოთხოვნებით და ასე ვთქვათ აუცილებელი უნდა მოხდეს დაკმაყოფილება და სერტიფიცირება შემოსული, რაც აქტუალური თემა, ამიტომ არსებობს ესეთი ასე ვთქვათ გამოცდილებაც პოლონეთთან და მეტიც უკვე წამოვიდა ინტერესი ასევე რომ მოხდეს აკადემიური მიმართულებით აი ამ ცოდნის და ნოუ-ჰაუს გაზიარება, ინოვაციური მიდგომების, პოლონური გადაწყვეტილებების საქართველოში ტრანსფერის, ესე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, გადმოტანის მიმართულებით და ეს კომპანიები აქტიურად მუშაობენ ჩვენც მათ შორის ვცდილობთ რომ ხართ დავუჭიროთ ამ მიმართულებით. კი ბატონო, განწყობები ბოლოს ძალიან ცოტა დავუჭიროთ, ბოლოს განწყობებზე მინდა კითხო თქვენსა. პოტენციური ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით საუბრები ამასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ამ ნაწილში პოლონელი ინვესტორების განწყობებზე და ზოგადად ურთიერთობებზე როგორ შეიძლება და თუ შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ ყველაფერს. ცოტა ამ კუთხით მე თავი შევიკავებ, რომ ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციაში შევეხო. მეც მინდათ როგორც ბიზნესის ამოსავალი წერტილიდან შემიძლია ვისაუბრო, ესე ვთქვათ, ჩვენ არ გქონია შეხება, მე მუდმივ რეჟიმში ვარ პოლონელ ინვესტორებთან თუ პოლონელ სავაჭრო გარიგებით დაინტერესებულ წარმოებლებთან ურთიერთობა და ესე ვთქვათ, მომართვიანობა მის ნაწილში ვიზა ლიბერალიზაციაში არ მქონია რანაირ შეკითხვა და არც ვფიქრობ, რომ შეფერხება არის ამ კუთხით მათი მხრიდან. სავაჭრო ურთიერთობების რაც თავარია ჩემთვის და ამოსავალი წერტილია, ესე ვთქვათ, ანალიზი გაუკეთო სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში კვლავ ასე ვთქვათ ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ცოტა ბოლო თვეებში ამ შენიშნა ასე ვთქვათ კლების ტენდენცია სავაჭრო ბრუნვაში პოლონეთსა და საქართველოს შორის და მათ შორის პოლონეთთან იმპორტის, თუმცა ჩემს მე მეჩნია რომ ეს არ არის ასე ვთქვათ ისეთი პრობლემა, რადგან ცალკეულ მიმართულებებს ეხება, რაც ასე ვთქვათ პირდაპირ კავშირშია რეგულაციებთან, მაგრამ ფსიქოტროპული პრეპარატების შემოდიდა ამას რეგულაციებია სახელმწიფო და შესაბამისად შეაჩერა დროებით ამის ასე ვთქვათ შეჩერდა ეს იმპორტის პროცესი პოლონეთიდან, ასევე ეხება სუბუქ ავტომობილების
автомобилებს, რომლებიც ნაწილიც პოლონეთში არ წარმოებოდა, ნაწილი შეიძლება იყოს მეორადი, ან უბრალოდ ეს მოიცეს, ასე ვთქვათ, აკუმულირების დიდ თანხებს საკმაოდ, ამიტომ ესეთი კლების ტენდენცია წლის ორ კვარტალს მონაცემს შევადოთ ამ წლის 2020 წლის ორი კვარტალის მონაცემს, ესე ვთქვათ, იმიტომ კაფიო კლება შენიშნება, რომ საკმაოდ დიდ თანხებს აკუმულირებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემა ამ კუთხით. გვანცა, დიდი მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის. გვანცა აგრიგალაშვილი, პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი იყო. ჩვენთან ერთად დავსაუბრობდით პოლონეთ-საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო კავშირებთან დაკავშირებით.